თან განხილვის გარეშე არაფერი არ მოხდება და ჩვენი მთავარი კითხვა არის რატომ? რას ემსახურება შერწყმა? მიერთება და კატეგორიულად არ ვეთანხმებით სახელის ბრენდის გაქრობას, ანუ ბრენდი ტექნიკური უნივერსიტეტი, ეს 100-წლიანი ბრენდი არ უნდა გაქრეს და თანაც გვაინტერესებს რა უმჯობესდება ამით. Ai გითხრან დაგვისაბუთონ, ხო უნდათ არგუმენტები, ჩვენ დავდეთ ყველა არგუმენტი, ყველა ფაკულტეტმა სათითაოდ ვისაუბრეთ. შეიძლება მოისმინოთ თქვენთვის მისაღები დასაბუთება? Ai იმედს ვიტოვებ რაღაცა სასიკეთო ძვრები შევნიშნეთ, სიმართლე რომ გითხრათ და შეიძლება ასეთ რეაქციას არ ელოდნენ? არ ვიცი, აი შესაძლოა. ეხლა ზვიადი ჩვენი კოლეგა იყო და ჩვენი პროფესორი იყო ტექნიკური უნივერსიტეტის და მან კარგად იცის, ის მოქმედი პროფესორია და მან ძალიან კარგად იცის ეს სფერო როგორი სენსიტიურია და აი მთელი 5 საათი არ ვიცი ძალიან დიდი ყურადღებით მოინიშნეს, საპასუხო რეაქციებიც იყო, განსჯა იყო, მსჯელობა, თუმცა თვითონ ხო გადაწყვეტილ პასუხებს ვერ გეტყვის იმაზე, ამდენი ფაკულტეტი ყველა რო წაბოგიყენებს, ხო ეს როგორ იქნება ეს როგორ. ხო და აი ჩვენ აი ეს გვინდა ზუსტად რომ ეს სამუშაო დოკუმენტი, განვითარების გეგმა ერთია რომ და კანონმდებლობით გააკეთო ეს შერწყმა და მეორეა რომ კიდე კონდეს სტრატეგია და უშუალოდ 5 წლიანი სტრატეგია თუნდაც 1 წლიანი რასაკეთებ მარტში ხო შემოხაზვა იწყება ბავშვებმა ხო უნდა შემოხაზონ და დაწერონ ვის სად უნდა და რომელ პროგრამებზე შემოდიან ანუ მარტში ეს ბავშვები შემოხაზავენ და ჩვენ ვსვავთ კითხვას ვინ გააკეთებს ამ პროგრამებს ანუ რამდენი შრომა ჩავაქციეთ ამაში აი ამ კრედიტირებულ პროგრამებზე ლაპარაკი და თუ ჩვენ არ ვარგივართ არაფრად აი კითხვას ვსვავ კიდევ ერთხელ ყველას გასაგონად რატომ მოგვეცით აკრედიტაცია ანუ როდის ტყუოდით დღეს თუ მაშინ ამდენი კვალიფიციური ექსპერტი განათლების სამინისტროდან ჩართული მაღალ კვალიფიციური საერთაშორისო ექსპერტები საერთაშორისო ექსპერტები უცხოელები აქ მიდის ონლაინ ოფლაინ ჩართვა ყველანაირად დაწვრილებით განხილვა ამ მთელი კურიკულუმების სილაბუსების და ნუ გასაუბრება პერსონალთან სილაბუსის ავტორებთან აი მუდმივად ამ პროცესში ვართ და ჩვენ სემესტრი არ არის რომ აი ასეთ პროცესში არ ვიყოთ ჩართული კი ბატონო, როცა რახან ახსენეს, როცა პოლიტიკურ კონტროლზეა ლაპარაკი, ამ ხრივ თქვენი უნივერსიტეტი რა პრობლემა იყო, მინდა ამ კონტექსტში გავიხსენო წერილიც მაგალითად, რომელიც ივანიშვილს ოღონდ ჩვენს უნივერსიტეტს ეშველოს და აი ვისაც გინდათ თქვენი მხარდამჭერები რაღაც ასე იყო ფორმულირებული რაც გამოიჩინა. ბიზინა ივანიშვილს უამრავი რამე აქვს საქართველოში დაფინანსებული, აშენებული, გაკეთებული და სულაც არ არის გასაკვირი რომ რაღაც კონტრიბუციები აქვს სადღაც ჩადებული და მისდამი მოლოდინიც იყოს ხალხის მხრიდან რომ ამდენი წლის განმავლობაში ეს ადამიანი ქველმოქმედი მეცენატი და აი ამ რანგში იყო და რომ მიმართონ რომ აი იქნებ ჩაერიოთ ბატონო ბიზინა მე პირადად არ ვარ ხელმომწერი სიმართლეს გეტყვით და უმრავლესობა არის ხელმომწერი და ვინც თქვენ ვერ დაინახეთ მასში ადრესატი თქვენი გულის ტკივილის თუ არ გინდოდათ ამ იცით რა არის მე უფრო მაგალითად პეტიციას ვემხრობოდი სიმართლე რომ გითხრათ და ჩვენს შემთხვევაში ჩვენს უნივერსიტეტში საბედნიეროდ არის ამისი ფუფუნება რომ ჩვენ ჩვენი აზრი გამოვთქვათ და მაგალითად სტუდენტებსაც ერჩივნათ პეტიცია სტუდენტებს არავის არ შეუთავაზებია ივანიშვილზე წერილი საერთოდ არც ყოფილა ამაზე საუბარი იქ ვინც იყვნენ მისი მხარდამჭერები მათ გამოთქვეს სურვილი და ვაიმე რატომაც არა კი ბატონო ყველას მივწეროთ ყველა ჩავრიოთ თელმა საზოგადოებამ ვიმსჯელოთ თესეუს და სტეუს და ილიას პრობლემატიკის შესახებ რომ განათლების ცოდნის ტაძრებს ნუ დავანგრევთ ხალხს არ აქვს აგერ თურქეთში 5 წლის არ არის ტექნიკური უნივერსიტეტი და ისინი ამოყობენ და დიდი მედებს ამყარებენ და აგერ აზერბაიჯანი აშენებს ახლა და ქმნის ტექნიკურ უნივერსიტეტს და ჩვენ გვაქვს და აი განა რა დღირს ეს რომ არსებული მოშალო და მერე განავითარო რაღაცა ხო ჩვენ ხო გვაქვს იმის რესურსი რომ დასავლეთ საქართველოშიც გქონდეს და როგორც ქუთაისი არის თქვათ მსოფლიო დონის გაკეთებული უნივერსიტეტი აი ამ დონეზე აღმოსავლეთ საქართველოშიც გაკეთდეს ახალი ოღონდ რატო სტეუს და თესეუს აი ესე გაცამტვერების ხარჯზე ეს ხო უამრავი ადამიანის გულის ტკივილს გამოიწვევს კი ბატონო ფიქრობთ რომ შეიძლება რაღაც ეს პროცესი გაგრძელდეს თუ გააჩნია აქ როგორ გაუვათ თუ აქ გავა ეს პროცესი ჩვენ დაგვირდა რომ იქნება მსჯელობა და დებატები აუცილებლად და მე ამის ვჯერა